სურაღაც ხდება პატარა ქალაქში ხან დღისით ხან ღამით ხან მზეში და ხან კარში მალე ხომ იცი რომ მიდის და აღარ იცის დრო ახელ თვალებს სინანულს რომ მე გვია ხდები რომ ის იყო ვინც გიყვარს ის იყო ვინც გახსოვს ის იყო გასუნია აბა ჩემი სოფელი დამეწვანა ჯანდაბარა დავაშავა ხო კარგი არაფერია ეხლა ჭირსაც წაუღია ეს ყიყლიყო რა მაგის გულის ზუსტი კაცო ისე ძალიანაც არ დამწვარა ხო იცი აბას მე შევჭამ რა შეჭამ ბიჭო შენ კუჭ კიდე ეგუნდა მაშინ ტრედერს მაინც მოაჭვია კაცო რაც გინდა ის ქენი ერთი რა ხდება რა ამბავია რასუნია და გამოვშტერდი და გამოვჩერჩერდი მე მგონი საერთოდ მე ეგეთიც მეყვარები ნუნუ ძალიან საყოლები ხართ მაგრამ წავიდი მე სამსახურში ჭამე რა და იყოს იქ შევჭამრობეს ნიკა ხო და ძალიან მეწოდები რა ასე რო წვალობ რას უწვალო აი მაგ სამსახურში რას წვალობს ნომერი პირველი ექიმი არის ჯები უდგას და ზუსტად მაგიტო ვამბობ ესეთი უნარები და შესაძლებლობები რო აქვს რამდენი ხანი უნდა იყოს ახლა მაგ კლინიკაში ძალიან კარგად უძნობ თავს სხვა რა უნდა ვაკეთო და იქნებ დაუბრუნდე რა ქირურგიას თან გიყვარს ეგ საქმე ეგ ადგილი გაჩერებს აი დაიმახსოვრე გავა დრო და ინანებ ამდენი გაშვებული შანსის გამო დამიჯერე ისე ამბობ გეგონება მეყაროს თავზე შემოთავაზებები მოცედე მე გავიკითხავ დედა მომისმინე ძალიან კარგად უძნობ თავს ირაკლისთან აღარ მინდა ეხა ამაზე ლაპარაკი რა არ ვაპირებ მაგ სამსახურიდან წამოსვლას დავედი სამსახურში რა იყო ეს შემეშვი რა მალხას რა იყო და ვიცი მე რაც იყო ეს კიდე კოცნით კაია ცოტა მარჯვნივ, ცოტა. ეგ არის. ეგ არის. მოგონი კარგი გამოვიდა რა როგორ მიყვარს იცი აქაურობა? მეც რუსაი ყოველდღე აქ რომ მოვდივარ ცხოვრება მიხარია ყველაფერი ღირდა აქამდე მოსასვლელად დრეები გავიარეთ? რთქვა დღეს საერთოდ არ მიიკაროთ წყალი და ხვალიდან ის რუტინა დავიწყოთ რაც გითხარით ხო? მესი მადლობა. ოქროს ხელები აქვს ამ გოგოს. ძალიან მიხარია რომ მოგწონთ ჩვენი მომსახურება ნახავდეს. მადლობ. ჩავინიშნავ ვიზიტს ჩავინიშნე უკვე და მოგცემ მე ხო? კარგი კარგად ნახმამდი. არა მეგობრებო ესე თუ გაგრძელდა მაგრამ მოგვიწევს ახალი თანამშრომლის აყვანა და გაფართოება და მაგაზე კარგი რა არის ხო არ არის მე 15 წუთი მაქვს დრო ყავაზე უნდა გავიდე და რა წამოგიღოთ აბა მითხარით აუ მე მინდა კრუასანი და ამერიკანო რუსა აქ მინდა არაფერი დიეტაზე ვარ წყლის გარდა არაფერი არ დამილევია რა დიეტაზე რა თქმა დიეტა მე 40-ის რო გახდები მაგაზე მე მელაპარაკე რა კარგი რა წამოგიღო მე არ მინდა არაფერი წავალ მე და შევჭამ რამეს ლანჩზე ესე იგი ამერიკანო და კრუასანი რისი ნუშის იცის ანგარიშის ნომერი ჩამიგდა გადმოგიდი ახლა რა აი გახოცები რა კაი რანაირია ეს ფანტასტიკური ნამდვილად მოგეთ 40 ხინკალი კი ბატონო 4 კაბაბი კი ბატონო 2 ხაჭაპური კი ბატონო ჯერჯერობით სულეს არის კაი დასალევზე მე
გამარჯობა ბატონოვანო. დათო. რატო მე ბიჭებისგან კასპერათი გიცნი. ხოი მეგობრები, კასპერას მეძახი. ხო და მეც მეგობრად ჩამთვალე რა. და კასპერას დაგიძახი. ხო დავწახო. აბა რას დალოთ ბიჭებო? ლუც. ლუც. კი ბატონო. მოდი ჯერ საქმე მოვილიოთ. ხო? მე ბიჭებს გადავიცი ყველაფერი. კი, ზვიადმა გვესაუბრა ილაპარაკიათ რაღაცეები. ხო, აი უფრო დეტალურად რო გავიაროთ. მაგალითად რა სახის თანამშრომლობაზე არის საუბარი. მოკლედ ალბათ უკვე იცით რომ მე მცირე და დიდ ბიზნესში ვარ, ხო? დიახ. მინდოდა ეს ავეჯის ბიზნესის დაწყებას, თუმცა ცოტა რთულია სანდო ადამიანების მოგოება. დიახ, კი, მაგაში დაგეთანხმებით, აი ჩვენ ზუსტად იგივე შემთხვევა მოგვივიდა რა. ეგრეა. ხო და ისიც გეცოდინებათ რომ ნდობა საქმეში უპირველესია, ხო? რა თქმა უნდა, მართალია. მე კიდე ის ადამიანი არ ვარ, რომ ასე ბრმად საქმეში თანხა ჩავდო. კი, ზვიად ძალიან კარგად ვიცნობ, პატივსცემ თქვენს რა თქმა უნდა, მაგრამ საქმეში ესე თვალდახუჭულად ვერ ჩავდებდი თანხას. ამიტომ გავიკითხე. აქა-იქ თქვენი ამბავი. და რა გარკვია? ყველაფერი კარგი. ყველაფერი კარგი. ამ საქმეში ერთ-ერთი საუკეთესოები ყოფილიყავით. რაც მართალია, მართალია. თუმცა ჩვენ თქვენ შესახებ ბევრი არაფერი ვიცით. მე რა პრობლემაა? ყველანაირი ინფორმაციის გაცემა შემიძლია. მაგრამ მანამდე მოდი ჩემს შემოთავაზებას გაგაცნობთ. მოკლედ მე ვთავაზობთ სამუშაო ადგილს. ფინანსურად ყველანაირად უზრუნველყოფთ. თქვენზე მხოლოდ ტექნიკური სამუშაოები იქნება. არ არის ცუდი შემოთავაზება. მეც ესე მგონია. მაგრამ დაფიქრება გჭირდება. იფიქრეთ. და მე შეგვიძლია დავივლაპარაკოთ. არა? რა თქმა უნდა. ბოდიში 2 წუთით დაგტოვებთ. ტელეფონზე უნდა დავრეკო რა. საკამოთ. დაემართა. აუ ქეთინგი, გენერალური დაალაგება არ არის საჭირო. აბა შენ ხო დაალაგებ არა? ფეგმძიმე. თან ახლა მშობიარობის მერე საერთოდ არაფერს თავი არ გექნება. მე მეგეხვეწები ნუ მაშინებ რა. ნეტავე ისე იყოს. ის მალა მოცადე? ო კიდე იცი რომ ეგრევე მიშველა? აბა რა, მაგის ხო არ შეგეშინდა. ეხლა იცოდე ყველაფერი გაგიმძაფრდება, მაგრამ მშობიარობის მერე მოგეშვება. მომაკრკივლებს რამენერა დავიდან. გიორგის გამო. როგორ არიდე? რა ვიცი, ახლა ამერიკა და კიდევ რამოდენიმე დღე უნდა იყოს სამოთხოფოში და ისე უკეთად. კარგი და მიხვიდე ნახო. არა, დედა, სად უნდა მივიდე? რა დავოლაპარაკო ჯერ ესეთი? უი, რა დაგემართა ჩემ გამოთქო თუ რა ვკითხო? თუნდაც. რა თუნდაც, ქეთი. ჯერ ისე ხო ვიყავი ამ სამოთხოფოში და ვნახე ისეაც რო იცი. კარგი, მე შენ საქმეებში აღარ ვერი. ვაიმე, რა იყო? არაფერი დედა, მომარტყა უბრალოდ ფერი. ჩემი პატარა ფეხბურთელი ბიჭი. ფეხბურთელი გოგო არ გინახავს? ვაიმე, თავი დამანებე. აჯიკი დაისვენე. ექიმთან მიდიხარ? კი. როდის? ჩამოვალ და წამოყვები. ხვალ. ხო არ გეწყინო სულ გეხვეწობი რა და არ დამიწყო. ერესამ დამირეკა და ხო ვარო წამოვალ და ხო უარს ხო არ ვეტყოდი. აბა რა მზრუნველი მამა. დედა. როგორ ხარ? კარგად. შენ? მეც კარგად. დალევრამეს. კი, ჩაის. ერთი ჩაი თუ შეიძლება.
არქშია? არა, მართლა. აბა რა ხდება შენს გენახალი? რა ვიცი. გრანტი ვერ მოვიპოვე. ისე იგი? ესე იგი დაფინანსების გარეშე სწავლას ვერ ვაგრძელებ. მაგრამ შენაირმა ნიჭიერმა გოგო. ჩემზე ნიჭიერებიც არიან. სხვა გზა არ არის? არ ვიცი. არ მგონია. ხომ იცი ყველაფერი ცუდი კარგისთვის ხდება. ეს რაღაც ფილმში მოვისმინე და მომეწავნა. და ვითომ ეგის შემთხვევაა? მე მჯერა. არ ვიცი. მორჩი მაგ ხვანცალს, მორჩი. ერთხელ ხო უკვე იღრზე ფეხი, დაგავიწყდა? ალხას ხეზე დააკაკუნე. აბატონო. აბა. მე თუ არ გავაკეთებ, რომელი ხართ რამის მაქნისი? მამა თუ შვილი? კარგი, ხა მორჩი მაგ წუწუნს და მოდი აქ 1-2 წუთი უნდა დაგელაპარაკო. არ მითხრა ეხლა ფუტკრების ახალი ჯიში უნდა მოვაშენო, ჭკუიდან არ გადამიყვანე. არა, კაცო, რა ფუტკრები. მაგრამ არ არის ცუდი აზრი. მალხას. კარგი ხო, კარგი. მოდი, დაჯექი. მითხარი რა გჭირს? არაფერი. გამჭირს. ნუ, თითქმის 50 წელია გიცნობ. ნუ მასწავლი შენ თავს. აქამდე ბევრი გვიკლია. სიტყვას ბანზე ნუ მიგდებ. მითხარი რა გჭირს? ნიკა მჭირს მარტო მე ამ ცხოვრებაში. ნიკა? ხო, ნიკა. შენი შვილი. გავიგვერთი. ვინ დაგწყევლა? რა ჯადო გაუკეთეს ესეთი ჩემ შულს? რას ამბობ, გოგო, რა